ნარკოტიკი ტოლია წარუმატებლობის. საღამოშვიდობის მეგობრებო, ეგ არის ზუსტად ფორმულა იმის, როგორ აღწევს ადამიანურ წარუმატებლობებს, ხო? ნარკოტიკი ტოლია წარუმატებლობის. ეხლა დეტოქსზე ვარ და განვიხილავდით ბიჭები, ნარკოტიკმა ვისრა წაართვა და ზოგადად როგორ ჯეროდა, ხო? ეგრეთ წოდებული ხოძზე ვარ, რომ მოვიხმარდა ყველაფერს ვაკეთებ. მეგობრებო, რეალურად რო დაუფიქრდი, აი ნარკოტიკის ხოძზე რო ხარ, ეგრეთ წოდებულზე რა შეახწევ წარმატებას? პირად ურთიერთობაში აღწევ წარმატებას? შენი მეგობარი გოგო ან შენი მეგობარი ბიჭი, ნუ ეხლა მის მოხმარებელი ხარ. ნუ პარტნიორზე რო ვთქვა, ბედნიერია შენ რომ მოხმარებული ხარ? გონი არა. შენ რომ მოხმარებული ხარ, შენი შვილი ან მშობლები ბედნიერია? არა. წარმატებებს ჯანმრთელობაში აღწევ, შენ რომ მოხმარებული ხარ? გონი ვერა. ჯანმრთელობაში აღწევ წარმატებებს? ვერა. ფინანსურ წარმატებებს აღწევ? გონი ვერა. შესაბამისად რა გამოდის, მეგობრებო, ილუზია რა არის, ხო, ზოგადად რას გაჯერებს ნარკოტიკი, თუნდაც თამაში, აი ხოძზე ვარ, ყველაფერს ვაღწევ. ერთადერთი რასაც ნარკოტიკი გაძლევს, ეს არის ეიფორია. და როგორ მუშაობს დაავადება, ხო? მომეცი შენი ფული, მომეცი შენი დრო, მომეცი შენი სოციუმი, მომეცი შენი ჯანმრთელობა და მე მოგცემ ერთადერთ რაღაცას. ეს არის ეიფორია. და ილუზიებში გონია, რომ აი ყველაფერს აღწევ, ყველაფრის ხოძზე ხარ, მაგრამ დასასრული როგორ არის, მეგობრებო, ბოლოს, ხო? ბოლოს უკვე ნანობთ ჩვენ გავლილ გზას, ბოლოს ნატრულობთ, რომ ნეტად რო დააბრუნა უკან და ყველაფერს თავიდან დავიწყებდი და ესე არ მოვიქცეოდი. ამიტომ მეგობრებო, ილუზია ის, რომ ნარკოტიკი რაიმე ხოძს გვაძლევს. უბრალოდ ნარკოტიკი გვარიდებს პასუხისმგებლობას, გვარიდებს აი პასუხისმგებლობის შიში, სტრესი, რაც არის, უბრალოდ გვიკლავს ამას. და გჯერა, რომ აი უკვე ნარკოტიკი ჩემთან არის და მე ყველაფერს მივაღწევ და ხვალ რაღაცა იქნება. დღეს არ გამომივიდა, ხო, მაგრამ ხვალ რაღაცა იქნება. დღეს წავაგე, ხვალ მოვიგებ. და ეს დაუსრულები გრძელდება, მეგობრებო, და ბოლოს უკვე დანგრეული გვაქვს ჯანმრთელობა, დანგრეული გვაქვს სოციუმი, დანგრეული გვაქვს ფსიქიკა. ამიტომ დღეს ეხა რასაც განვიხილავდით, ბიჭები, ყველა ეთაზეა ნარკოლოგიურში, რომ არანაირი წარმატება არ აქვს ნარკოტიკს და თამაშს. გარდა ერთი წარმატებისა, ეს არის რამდენიმე წუთიანი და საათიანი ეიფორია. და საბოლოოდ ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ უკვე ბოლოს ეიფორიასაც აღარ გაძლევს ნარკოტიკი, ბოლოს უბრალოდ როგორც მონა ხდება ადამიანი, რომ დილით უბრალოდ გაიღვიძოს, პირი დაიბანოს, აზზე მოვიდეს, მხოლოდ ამაზე მუშაობს ნარკოტიკი. მე ყველას გისურვებ, მეგობრებო, მშვიდ და პოზიტიურ ღამეს. მადლობა.